ვაშაკიძე, ევროპელი დემოკრატიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და გიორგი ანთაძე, ჯეოკეისის მკვლევარი. მოგესალმებით ბატონებო. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენთან საუბარს მეგობრებო დავიწყებ პრეზიდენტის არჩევით. მათ ვახელ ყაველაშვილი აირჩიეს დღეს პრეზიდენტის თანამდებობაზე. თუმცა ბოლოცვა ჯერ მოვიდა მხოლოდ აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან რაც ვნახე. ახლა ბოლოს ფაშინიანმაც გამოგზავნა. ტრადიციულად როგორც პარლამენტის არჩევნების შემდეგაც ეს იყო. ანუ ევროპარლამენტარმა უკვე გააკეთეს განცხადება, რომ ის არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი და მხოლოდ სალომე ზურაბიშვილია ლეგიტიმური პრეზიდენტი, მაგრამ ეს რაღაც ორ პრეზიდენტიანობა როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ ამდენ ხან შეიძლება გაგრძელდეს, როგორ საერთაშორისო ასპარეზზე, არ ვიცი, ევროკავშირი არ აღიარებს არასოდეს მიხეილ ყაველაშვილს თუ როგორ იქნება. დავიწყოთ ბატონიკა თქვენ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ეხლა ზუსტად როგორ და რანაირად იქნება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი რომ ახლა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ შეუფერებელი პრეზიდენტი რაც მე საერთოდ პროცედურაც იმ თავით არ იყო ისეთი რაც მე მომწონდა ხომ ჩემი აზრით საყოველთაო არჩევნები პრეზიდენტის და ამ თანამდებობის უფრო მეტი და რეალური ფუნქციებით დატვირთვა ეს იქნებოდა სწორი და რელევანტური ჩვენი სახელმწიფოსთვის, მაგრამ ვინ უყურებს ხო ახლა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. ეს მასკარადი კიდე რაც შედგა ახლა ხო ლუკაშენკომ მოულოცა მგონი კიდე თუ არ ლუკაშენკო არ მინახავს ხო მე ნახე ჯერ აზერბაიჯანი. ნუ ალბათ ახლა კინჩერნინი მიულოცავს კიდე და ნახოთ რა. წინ ყოფილა ნამდვილად. მე ეგეცეთ ერთ რამეს შეგახსენებთ. ბევრმა არ მიაქცია ყურადღება, მაგრამ ბევრმა მიაქცია. როდესაც ივანიშვილმა წარადგინა ის პრეზიდენტად, გახსოვთ, მას სიცილე აუტყდა თვითონ, ეს დაფიქსირებულია. ანუ მან შენურად იცოდა, რომ ეს რაღაც სასაცილო ცირკის დონის გადაწყვეტილებას აკეთებს. ძალიან დამაფიქრა მისმა ამ საქციელმა რაში იყო საქმე. მე ესეთ დასკვნამდე მივედი და ეს მეტყველებს იმაზე თუ რა მძიმე რეალობაში ვცხოვრობთ. ვინ თუ არა ივანიშვილმა მშვენივრად იცოდა რეალური შედეგები ამ არჩევნების ნამდვილი და მან დაინახა რომ ქართულმა ერმა მას კარისკენ მიუთითა და ბუნებრივია ის აქედან გამომდინარე ხალხის მიმართ უკვე გაბრაზებული, დაბოღმილი და გაღიზიანებული იყო და აი ამისთანაც ჩემი აზრით დამცინავი ჟესტით უპასუხა მან ხალხს. მე სხვადასხვა ვერ გააკეთა რომ ხო მე ასე მგონია იმიტომ რომ ყველამ ვიცით და გამოსული იყო ეს ინფორმაცია და ცოტა სხვა ადამიანებს ველოდით ამ თანამდებობაზე მე ვერ ვიტყვი რომ აქ ჩერჩილის და იმის დეგოლის დონის ფიგურები იყო მაგრამ ასე ვთქვათ კატასტროფა არ იყო და აი ბოლო მომენტში მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ნუ ასე იგი აქედან გამომდინარე ჩვენ ხედავთ რომ ქვეყანას მართავს ესეთი ადამიანები რომლებისთვისაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა საერთოდ ღირებულებას არ წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივი ასე ვთქვათ აზროვნება უკვე რადასკვნამდე მე ცით ახლა ცნობილია ხო ახლა ისტორია ამას შეაფასებს ყველაფერს ჩემი აზრით ძალიან მალე ეს არალეგიტიმური სიტუაციაა, იცით თქვენ რომ აი მაგალითად რომის ეკლესიის ისტორიაში კათოლიკურში აი ესეთი არასწორი და უცნაური ფიგურები, რომელიც რამდენიმე ასეთი პაპის თანამდებობაზე იმყოფებოდა რამდენი წელი, შემდგომ ესე იგი მათ პატივი აქვთ აყრილი და ისტორიაში მოიხსენიებან ოფიციალურად ანტიპაპებად. ეს ადამიანიც ალბათ ანტიპრეზიდენტად შევა ისტორიაში მინდა გითხრათ რომ ანტიპარლამენტი და ანტიმთავრობა გვაქვს ახლა სამწუხაროდ ისეთი არჩევნების შედეგად რაც ჩატარდა და იმ ასე იგი პროცედურების შედეგად რაც გვაქვს მე გული იმაზე მწყდება უბრალოდ რომ და აქ უკვე ჩვენი საზოგადოების მდგომარეობაზე უნდა ვიმსჯელოთ რაც არ უნდა დაალაგებული იყოს პოლიტიკური ინტერესები თუ იგინაც კორუფციული ინტერესები რამდენია 200-ზე მეტი ხმოსან მესმის რომ ასეთ დროს შეფისგან მიღებულ გადაწყვეტილებას გაიტანენ, მაგრამ ერთხმად ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას 250-ზე მეტი ადამიანი ხო რო უწევს ხელს ეს ჩემი აზრით სამარცხვინო სიტუაციაა ჩვენთვის.
და ნუ მე მინდა მივესალმო და მადლობა უთხრა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს იმ დეპუტატებს, ვინც ამ სამარცხვინო სპექტაკლში მონაწილეობა არ მიიღო. თემურ მჟავია, ადამ მარშანია, გვაზავა, ნუ მე ხა ყველა გვარს ვერ გავიხსენებ, მაგრამ არის რამოდენიმე ადამიანი, ვინც ღირსეულად მოიქცა ამ სიტუაციაში. ნუ ვფიქრობ თუ ახლა და ოცნება კიდე შემორჩა რაღაც პერიოდი ხელისუფლებაში, მათი პასუხი ამაზე ამ ორგანოს გაუქმება იქნება. ნუ ისე როგორც ახლა შურისძიებას ამზადებენ სახელმწიფო უწყებებში იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირა და პეტიციებს მოაწერა ხელი. ახლა რეორგანიზაცია ყალბი დაწყებული ახალი კანონის მიხედვით ამ სტრუქტურებში, რომ ესე იგი ეს უკანასკნელი ნარჩენები ნამუსიანი ადამიანებისა, ნამდვილი პატრიოტების და სახელმწიფო მოხელეების გააგდონ, ესე იგი სახელმწიფო სამსახურებიდან. კი ბატონო გიორგი, თუ როგორ ახასებთ ამ არჩევანებს, რაც ეს ჩატარდა პარლამენტში? ძნელი არის ხა რაღაცა განსხვავებული თქვა, რაც ბატონო ნიკოლოზმა ისაუბრა, უნებრივია სერიოზულად ამ ყველაფრის ყურება, ჩემთვის პირადად რთული იყო, იმიტომ რომ რაღაცა რიტუალების ჩატარებას და აი რაღაცა კასტა არის სახელმწიფოში, რომელიც არ გააჩნია არც გარე ლეგიტიმაცია, არც შიდა ლეგიტიმაცია და რაღაცა რიტუალებს ატარებს რა, სათავისო გარკვეული რაღაცა თანამდებობების დასაკავებლად და ასე შემდეგ რა. უბრალოდ მართლა სამწუხარო ის არის, რომ ქვეყნის ინტერესები და სახელმწიფოს ინტერესები არის პირველ რიგში დარტყმის ქვეშ და წარმოვიდგინეთ, რომ ახლა საგარეო პოლიტიკური წარმომადგენლობა თუ შეკვეცილი ფუნქციები, რაც აქვს პრეზიდენტს დარჩენილი, სად უნდა განახორციელოს, ოდესაც ფაქტობრივად დასავლეთი გლობალურად განვითარებული სახელმწიფოები, დემოკრატიული სამყარო არ ცნობს ფაქტობრივად ჩვენ ხელისუფლებას, არ ესაუბრება. იგივე მაკრონის ზარი რო გავიხსენო, ხო? პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან იყო კონტაქტი. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხარო სურათს ქმნის, რომ ჩვენ აი უკვე ნებსით უნებლიეთ და რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად იმ სახელმწიფო და კლუბში აღმოჩნდით უკვე პრეზიდენტის ინსტიტუციითაც, რომლებიც აი რაღაცა ამ ანტიდემოკრატიულ გაერთიანებას წარმოადგენენ და ეხლა ლუკაშენკო რო გილოცავს და ის ბატონები ვინც უკვე იყო დასახელებული. მე რა ვიცი, ერთი ფაშინიანი იწვევს მან და ასე თქვა. ეს გასაგებია, სიმპათიას იწვევს, იმიტომ რომ ეს რეგიონალური საკითხი არის, მეზობლების საკითხი არის და ისინი ამას ბუნებრივია გააკეთებდნენ. რეგიონთან მიმართებაში განსხვავებული მოლოდინი არ უნდა კონდეს. იმიტომ რომ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები, სომხეთის ინტერესისაც მას საქართველოსთან უნდა, ხო? მაინც უფრო წინა პლანზე მის თვალში კაცი მნიშვნელოვანი არის, ვიდრე ხა რაღაცა პოზიციების დაკავება, რაც შემსაზღვრით სწორი არის და საქართველოს ასეთ შემთხვევაში წარსულში თავის ხილს სწორად იქცევა ხოლმე. მაგრამ ეს ხო არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ სამწუხაროდ მიტაცება ხელისუფლების თუ ძალაუფლების გრძელდება და ერთადერთი რეალურად რაც შეიძლება ამას დაუპირისპირდეს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, რის მე მგონი მე-17 დღეც არის დღეს, ხო? და ერთადერთი შანსი, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ სახელმწიფომ დაიმარჯვოს, უნდა გაიმარჯვოს თავისი საზოგადოების და ხალხის მეშვეობით. და ერთ-ერთი ვარიანტი არის, რომ ეს წინააღმდეგობა უბრალოდ გაგრძელდეს მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება რა. იმიტომ რომ სხვა გამოსავალის მე ვერ ვხედავ სამწუხაროდ, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით საკმაოდ ჩიხური სიტუაცია არის. არ ვიცი ხა ეს დასავლეთიდან ეს კომუნიკაციები ამ შემთხვევაში საფრანგეთის მაკრონს გულისხმობ. როგორ გაგრძელდება და მოლოდინი გვაქვს რომ უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ პრეს-რელიზებით ეგეთი შინაარსი რა შედეგებს მოიტანს. ერთი არის ამ სურათში ყაველაშვილი. აი ვიდეოს მერე რაც ჩაწერა, მე მგონია რომ ივანიშვილი აღარ დაელაპარაკება. ნახოთ, არ ვიცი, ყაველაშვილის ფიგურამ ამ საერთოდ მომავალ პროცესებში რა როლი უნდა შეასრულოს ამ სცენაზე, რაც ახლა მოგვიწყეს, ხო, ამ თეატრში. თეატრის დარქმევაც არ მინდა, რაღაც ცირკს შეხვდება მას ესე. ხო, ანუ რა როლს ითამაშებს ზოგადად წინ რაში გამოიყენებს, ასე ვთქვათ, მის ფიგურას ივანიშვილი, ეს მხოლოდ და ზოგადად ქართული ოცნება ეს მომავალი გვიჩვენებს, რომ ფაქტი არის, რომ თვისობრივად არაფერი არ იცვლება ამით. ალბათ მე მოლოდინი მაქვს, რომ ქალბატონი პრეზიდენტი სალომონ ზურაბიშვილის
გააქტიურება ალბათ უფრო. მაგრამ ეს როგორ წარმოგიდგენთ, როგორ უნდა განვითარდეს მომენტი? სამზურაბიშვილი ამბობს, რომ მე ვარ ლეგიტიმური პრეზიდენტი. მე რა ხდება? ამ სასახლიდან არ გამოვდის და სპეცრაზმით გამოხატავს. არ ვიცი, მაგზას თუ აირჩევს და სპეცრაზმით და ასე შემდეგ გამოიყვანენ და ვიცი დეზდა ეხა გას ჩაუჭრიან. მე მგონი კათბობა არ აქვს ამ ხალხს. ეს ჰეროიზაციას გამოიწვევს ბუნებრივი ამ ფიგურის და ასე ვთქვათ, მათი პროპაგანდის თვალსაზრისით არ ამგონი ეს მაგათთვის მომგებიანი იყოს, მაგრამ არ აქვს საერთოდ ჩემთვის პირადად მნიშვნელობა სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ არა. კონკრეტულად ორბელიანის სასახლეში, იმიტომ რომ ყველა ვინც რეალურად ახლა სადაც არ უნდა იყოს ის რჩება ჩემთვის ამ ეტაპზე ლეგიტიმურ რა თქმა უნდა არჩეულ პრეზიდენტად. ამიტომ მე ამას საერთოდ არ უყურებ რაღაცა მნიშვნელოვან საკითხად ფიზიკურად სად იჯდება. თუმცა ბუნებრივია რომ მისი როლი მე მესახება რომ მომავალშიც იქნება და ბოლო პერიოდის ინტერვიუებიდან გამომდინარე მოლოდინიც მაქვს რომ ის არც აწასვლას არ აპირებს და შეიძლება კიდევ უფრო გააქტიურდეს რაღაც არ ვიცი პოლიტიკურ ველში არც ეს არ არის გამორიცხული ალბათ უფრო მოსავალდენიც არის რა. კი ბატონო, თქვენ როგორ ბატონო ნიკა უნდა გამაგრდეს ასე ვთქვათ ორბელიანის სასახლეში ბატონო სალომე. არ ვიცი მე არ მაქვს ჩამოყალიბებული აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. ალბათ თვითონ გადაწყვეტს და თვითონ განმარტავს რას გულისხმობს ამ ყველაფერში. ხო, მე არცად წასვლას არ ვაპირებ ის ამბობს. ხო და ვნახოთ. როგორ არ წავა, ხო კი ბატონო, ხო საინტერესო მომენტი გველოდება აშკარად წინ. თუმცა ინაუგურაცია არის 29-ში, ან 29-მდე სალომე ზურაბიშვილი არის მაინც პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ ამ თანამდებობაზე პარლამენტმა აირჩია ჯერ ბატონო ყაველაშვილი, ინაუგურაციამდე არის სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი. საინტერესო გამოხმაურება ჰქონდა იან კელის და ამ თემაზე მინდა კითხოთ. აზერბაიჯანულ ინტერვიუს მისცა წინა დღეს ინტერვიუ ირაკლი ყობახიძე. რომელმაც თქვა ასეთი რამ, ქვეყნების სიაც გვექნება, რომლებსაც აქვთ უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. თუმცა დღეს არ მინდა ეს ქვეყნები დავაკონკრეტო იმისათვის, რომ მათ დაუტოვო ჩანსი შეიცვალონ საკუთარი ქცევაო. აქ საუბარია დასავლეთის ქვეყნებზე რა, ანუ ჯერ შანსს უტოვებთ, თორე მე სიას ასე თქვა გამოვაქვეყნებო და იან კელიმ X-ზე დაწერა, რომ ეს არის ყოფილი ელჩი, როგორც იცით, მაყურებლებს მიმართავ ამერიკის საქართველოში, არა მეგობრული ქვეყნების სიის შედგენა, ეს არის მორიგი ნაბიჯი, რომელიც პუტინის სახელმძღვანელოდან არის კოპირებულიო ამბობს იან კელი და მართლაც აი რა საით მიდის ეს ჩვენი ხელისუფლება ასეთი განცხადებებით, ანუ დასავლეთს აშინებს, სიას შევადგენს თუ აი რა საკეთე. არ ვიცი მე რომ წავიკითხე ეს მისი პასაჟი ამ ინტერვიუდან პირველივე კითხვა რაც გამჩნდა ამ სიას რო გამოაქვეყნებენ ნომერ პირველ ქვეყნად რუსეთს იქ ჩაწერენ თუ არა. ეს ძალიან საინტერესო მომენტია. მე ვშიშობ რომ მაინც ვერ გაბედავენ ამას და ნუ მაშინ საბოლოოდ შეიწყნენ თავს რომ საქართველოს ესე იგი იმ პირობებში როცა ოკუპირებული და ესე იგი მიტაცებულია 20% ტერიტორიის საქართველოს ეგრეთ წოდებული მთავრობა აქვეყნებს სიას, სადაც არამეგობრულ ქვეყნებში რუსეთი არ ფიგურებს და ტრადიციული მეგობრები და პარტნიორები იქნებიან. ნახოთ, იმედს ვიტოვებ, რომ ჭკუა ეყოფათ და ამ სისულელეზე უარს იტყვიან და დაივიწყებენ ამ იდეას, თუმცა რა თქმა უნდა მე დარწმუნებული არ ვარ. ძალიან ოპტიმისტი ხარ, მე მგონი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ. მე მგონი ჯობია რომ მომხრე ქვეყნების სია გააკეთონ, იმიტომ რომ ნაკლებ საწვალებელი იქნება, სულ რამდენიმე ქვეყანაა ჩამოსაკრები, დაივის წინააღმდეგ აი ქვეყნის სიების ჩამოყალიბება. არა, რა არის იცით? სხვათა შორის მათ რაღაც ახალი გამოგონებები აქვთ ზოგადად რიტორიკაში და ლოგიკაში საერთოდ. ანუ შეუძლიათ რომ რაღაც ესე იგი აი რაღაც კვანტური ფიზიკის დონეზე ცალსახა მოვლენა შემოატრიალონ საწინააღმდეგოდ, ხო? მაგალითად იმ განცხადების შემდეგ, როცა გააკეთა ყობახიძემ, რომ საქართველოს აჩერებს თავის ინტეგრაციულ პროცესებს ევროკავშირთან, შემდეგ უკვე რომ მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს და დიდი ამბავი ატყდა, პირდაპირ მახსოვს ხო BBC-ს თუ რაც იმ კორესპონდენტს ვთქვა, და არ მithქვამსო და ანუ საქართველოს არაჩერებს სინამდვილეში. ეხლა შეიძლება მე დაამატებო შეიძლება ვაჩერებთო კაცო თუ მოგცემენო აგერ დღესვე მოვაცემ ანუ უკვე ესე იგი იცით რა არის რომ პოლემიკამაც საერთოდ აზრი დაკარგა ამ ადამიანებთან იმიტომ რომ ახლა პოლემიკა შეიძლება დააფუძნო რაღაც საყოველთაოდ მიღებულ
ლოგიკის მოთხოვნებზე და რომელიც საუკუნეების მანძილზე კაცობრიობა ხელმძღვანელობს. ამათ უკვე ამაზეც უარი თქვეს და ახლა რა ასე ვთქვათ რა ველში უნდა გქონდეს პოლემიკა ამ ადამიანებთან უკვე შეუძლებელია, ხო? გამოდის რომ ესე იგი ხო, ანუ იმტკიცებენ ის საწინააღმდეგოს, რასაც აკეთებენ, ხო? გეუბნებიან, რომ რას ამბობ, ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ. ხო, ანუ ჩვენ ყველა ქვეყანას ვუსწრებთ, ვინც არის კანდიდატი. ხო, მე ესე იგი, არა, ყველაზე საინტერესო, კიდევ უფრო საინტერესო რა არის, ეს უკვე ძველია შედარებით, მაგრამ ამას იმეორებენ, ხო? ევროკავშირის ყველა წამყვანი ქვეყანა და ოფიციალური სტრუქტურა, ვისაც ხელეწიფება საქართველოს გაწევრნა, ეუბნება, რომ თქვენ აცდით ამ გზას არასწორად იქ და ასე ევროკავშირში ვერ მიიღებენ. პასუხად მოდის, რომ ჩვენ მივდივართ ევროკავშირში და ზუსტად იმას ვაკეთებთ და ასე იგი ამ ევროპელებზე უკეთესად ვიცით, რა არის საჭირო ევროკავშირში შესასვლელად და ну რაღაც ახლა უკვე აბსოლუტურად აბსურდის სამყაროში შევედით ახლა ამათი გადამკიდე და რა გითხრათ ან ვერ შეეკამათები ახლა ისე რაღაცას ხო არა აქ უკვე ასეთ ხო როცა ახლა თეთრია და ну ბოლოს ესე იგი გვეტყვიან რომ მწვანე სათვალეები იყიდეთ და ეს რეიტინგებიც რაც ვინცაც თავს ვიწონებენ საინტერესო სანახავი იქნება წლევანდელი ან უბრალოდ მომავალ წელს როცა გამოქვეყნდება იგივე ადამიანების უფლებების დაცვით მედია თავისუფლების და ასე შემდეგ აი ამ თემატების მერე სად აღმოჩნდება საქართველოს მაგრაინტექსი სინამდვილეში ეს არავის არ ანაღლებს ბუნებრივია მაგრამ გასაგებია მიგნებები აქვს ხო ახლა კიდე მახსენდება ასე ვთქვათ ეს მარგალიტები გზადაგზა ხო როცა ერთხელ მახსოვს მივანიშვილს კითხეს რომ კაცო რა ხდება რა საშინელი რეალობა დაგვიდგეთ კაცო არ ხართ მაგრამ არასწორ ტელევიზიას უყურებთ და იმიტომ გონიათ ასე აი ჩართეთ სწორ და ნახავთ რა კაი ცხოვრება არისო ну აი მაშინ თქვა ხო რუსთავი ვარი ოპოზიციური ასკი იყო რუსთავი ვარი იყოსო შვედურ ქვეყანაში ცხოვრობთო სიამოვნებაა კი რუსთავი განახარ მეც იმედზე ვთავრო დამშვიდე ხოლმე ცოტა ფსიქოთერაპიის უბრალოდ გარშემო პირიქით არის ხა იმედზე გადავთო ემოციები რო იმას მიზამს და რაღაცა გადავთავრო და გამშვიდე რომ საკვირტადო დიალოგი დავიწყო რომ ხო ჩემში ხო არ არის პრობლემა და მინდა სამედიცინო თვალსაზრისით მე ვიცნობ ძალიან ბევრი ადამიანი თერაპიის ასეთ ფორმას მიმართავს დღეს საქართველოში. ანუ მათ ახლა მე ვიცი ძალიან შეგნებული ხალხია და არაფერი არ ეშლება. ჩვენურად იციან რა თქმა უნდა, მაგრამ იმის გამო რომ ახლა ამ ნერვიულ სიტუაციაში არიან, ან ზოგადად შეიძლება სულ სხვა პრობლემები ქონდეთ, ხო? აღარ უნდა ზედმეტი პრობლემები. ხო, ანუ კურნალობის და ესე იგი ანუ ნერვულ თერაპიის გზით რამოდენიმე 2-3 საათი იმედს უყურებენ რომ დაიმშვიდონ ნერვიული სისტემა. მაგრამ ეს სულთან სამედიცინო მოსაზრებებით ხდება და არა იმიტომ რომ რაღაც ინფორმაცია ექნება. დანიშნულების მიხედვით. დანიშნულება. მაგრამ მე ვფიქრობ რომ იმედს იმდენი ნეგატივი მოდის ოღონდ საპირისპირო მხარეზე. ეხლა ხო ბოლო დროს ხო. მე ამას საუბრობდი სანამ ესე დაიძაბებოდა სიტუაცია აი მაშინ. ეხლა თერაპიისთვის სამწუხაროდ აღარ გამოდგება ეს ტელევიზია ამ სიტუაციაში. კი ბატონო, მაგრამ სიამდვილეს რო შევხედოთ რა ხდება ჩვენს თავს, ჩვენს ირგვლივ, მაგალითად, ეხლა ველოდებით ორშაბათს იქნება ხო მინისტრთა კომიტეტის ხდომა ევროკავშირის და მაგალითად ეხლა მიხეილ როთი გამოვიდა საკმაოდ კრიტიკული განცხადებით ევროკავშირის მისამართით და მან თქვა ასეთი რამ, რომ სამწუხაროდ როგორც ჩანს, ევროკავშირს არც გეგმა და არც სტრატეგია არ გააჩნია. ბოლოს და ბოლოს მართლმა პარტიამ ჯერ არჩევნები გააყალბა, მერე კონსტიტუცია დაარღვია და ახლა სასტიკად არბევს დისიდენტებს. საქართველოს კვირების განმავლობაში ისტორიული პროპორციების კრიზისის განიცდის, ხალხი ქუჩებში გამოდის მათი ევროპული მომავლისთვის, მასიური სახელმწიფო ძალადობისა და რეპრესიების მიუხედავად. მამაც მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირის დროშა უჭირავს, თავს ესხმიან წყლის ჭავლით, სრემსადენი გაზისა და ხელკედებით. და რა გვესმის ბრიუსელიდან ან ბერლინიდან მხოლოდ სოლიდარობის ცარიელი გამოხატულებები. ამის ძალიან მწვენიაო ამბობს ის. უნგრეთის უნგრეთზე კითხეს, რომ დაბლოკვას აპირებსო და უნგრეთი ევროპულ გადაწყვეტილებაზე ვერ შეთანხმების მიზეზად გამოიყენება მხოლოდ. თუ გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ერთობლივ უფრო მკაცრ პოზიციაზე შეთანხმდებიან, მაშინ ორბანი ვერაფრის დაბლოკვას ვერ შეძლებს. ჩვენი ბალტიელი პარტნიორები ერთადერთი გამონაკლისია.
სწორედ ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ახალი ხელმძღვანელი კაია კალასი შექმნის დინამიკას, რომელიც საქართველოს ევროპის საგარეო პოლიტიკის ცენტრში დააყენებსო, განაცხადა რომ. ვფიქრობ, არა მარტო ბალტები, არამედ ნორდიკული ქვეყნებიც არ იქნება პრობლემა, მან ალბათ რამდენიმე ძირითად. ხო, თუმცა ამ ეტაპზე ვამბობს არანაირი კონკრეტული გეგმა არ აქვს. ნუ არა, სამწუხაროდ ეხლა მე გულწრფელი რო ვიყო, მისი ეს სავარაუდო ძალიან გულწრფელი კომენტარი საფუძვლიანია, იმიტომ რომ მისი ევროკავშირის ბუნებიდან და ბიუროკრატიიდან და ბევრი სხვა პოლიტიკური დინებიდან და რუსეთის გავლენიდან გათვალისწინებით მასზე სხვადასხვა ინსტიტუტებზე გავლენის დონიდან გამომდინარე არ გამიკვირდება, რომ ხო ძალიან გაუჭირდეს ნამდვილად ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება და აღსრულება სამწუხაროდ მე ეს მოლოდინი გარკვეულწილად მაინც მაქვს, ანუ ნამდვილად არ გამოურიცხავ ამას და ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს ამის. ხო, საერთოდ საქართველოს საკითხი რომ გვერდზე გადადოთ უამრავ უნიშნულოვანეს თემასთან დაკავშირებით, მათ რეაგირება ან დაუგვიანებიათ, ან არასათანადო ყოფილა, ყბადაღებულ შეშფოთებებს რო თავი დავანებო და მესმის რომ რაღაცა მის ბუნებრივია გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობს. არა მარტო როგორც გერმანელი პოლიტიკოსი, არამედ კონკრეტული თავმდებობის პირი და იმას წვომა რა ინფორმაციაზეც აქვს, ის ჩვენ არ აგვაქვს აქ ნამდვილად და რახან ესეთ განცხადებას აკეთებს, ეს არ იქნება ჰაერზე გაკეთებული განცხადება, ეს უფრო ცივი გონებით რო შევაფასოთ, მე ასე ვიტყოდი, თუმცა მაინც ამაქვს მოლოდინინო ამ უკრაინის მოვლენების ფონზე ზოგადად უფრო გამოფხიზლებული არის და მე ხო მაგრამ ერთი დღე დარჩა ხა ხვალ თუ არა ორშაბათს ხო თუ არაფერი რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილება სავარაუდოდ არ მიიღეს მე ვფიქრობ რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც კიდევ წამოაწევს ასე ვთქვათ დამატებით რეაგირებას აი ამ ყველაფერზე რაც აქ ხდება თუმცა მთავარი პრობლემა რომ დავაკავშიროთ საგარეო და საშინაო ვითარება ერთმანეთთან მაინც იმაში მდგომარეობს პრობლემას და შეიძლება გამოსავალის არეალიც ესაა რომ უმთავრესი რა თქმა უნდა არის შიდა პროცესები და უმთავრესი გადაწყვეტა ამოვლენს მხოლოდ შიდა აქტორებმა შეუძლია მოუტანონ. ეს შიდა აქტორი ერთი გასაგებია რომელი მხარეც არის, მეორე მხარეს არის ხალხი და პოლიტიკური ძალები პრეზიდენტთან ერთად, რომელიც ასე ვთქვათ ჩვენს ევროპულ არჩევანს იცავენ, მაგრამ კომპრომისის არეალი ისეთ ვითარებაში აღმოჩნდა არის ძალიან მცირე. ერთადერთი ფაქტობრივად ისო დაინიშნოს უბრალოდ ის ახალი არჩევნები. ხო, რაც პირწმინდად უკან დახევას ნიშნავს ქართული ოცნების და გულის სიღრმეში ამჯერა რომ ისინი ამას გააკეთებენ. თუმცა ბუნებრივია მე ამას ვისურვებდი. ასე რომ ვითარება არ არის მარტივი, არ არის სამწუხაროდ მარტივი და არ ვიცი, ნახოთ იმედი მაქვს, აი პრეზიდენტების და პირველი პირების, ევროპელი პირველი პირების ზოგადად ძალისხმევა რაღაცა კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს, იმიტომ რომ მართლა გაცილებით კმედითი ნაბიჯები ჭირდება და იქ უნდა დააჭირონ სადაც ძალაუფლების ცენტრი არის რა. ეს არის მარტივი შედარებით მარტივი გზა. კი ბატონო, ბატონიკა, თქვენ რას ფიქრობთ? რამე კმედიც მოახერხებს ევროკავშირი თუ აი როგორც როთი ამბობს, გეგმა არა აქვს თუ არაფერი? ხა გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ნელ-ნელა უნდა დავეჩვით იმას, რომ ქართული საზოგადოება უნდა იყოს თვითკმარი იმ საქმეში, რასაც ნორმალური სახელმწიფოს აღშენებულობა ჰქვია. და ეს ჩვენ თქვათ შორის მე ვფიქრობ, აი ამ მოვლენების განმავლობაში სულ რაღაც ამ 2-3 კვირაში ჩვენი საზოგადოება საგრძნობლად გაიზარდა, იზრდება. ეს გამოცდილება, აი ხედავთ თქვენ პროტესტმა უკვე უბრალოდ სტიქიური და მასობრივი კი არა, სექტორალური ხასიათი შეიძინა. და უკვე საზოგადოების სხვადასხვა ფენები, პროფესიული, ესე იგი, კავშირების თუ რაღაც სხვა პრინციპით დაჯგუფებული სოციალური ფენები გამოდიან და ასე შემდეგ. ანუ ყველა ანუ ჩვენ თავს ჩვენ უნდა მივხედოთ. ხო, მაგრამ თუმცა ეს დასავლეთიდან მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ისე თქვა მინდა, ეცით აბსოლუტურად ყველა მდგრადი და ნამდვილი სერიოზული დემოკრატიული სახელმწიფო მსოფლიოში ჩამოყალიბდა ასეთად გარედან ზეგავლენის გარეშე ეს არის მათივე საზოგადოების ნაყოფი. და იმიტომ არის მყარი და ნამდვილი. ჩვენ რა თქმა უნდა, ხო, იმედიც უნდა გქონდეს და უნდა ვიყენებდეთ კიდევაც ყველანაირ გარეშე შემოსულ, გარედან შემოსულ პოზიტიურ ფაქტორს, მაგრამ ამაზე არ უნდა იყოს გათვლა გაკეთებული. ნორმალური სახელმწიფო
ნორმალური, ესე იგი, ინსტიტუციები და ასე შემდეგ, უნდა იყოს პრინციპში ქართული საზოგადოების ნაყოფი და მისგან გამომდინარე, ანუ რისი თქმა მინდა. გარედან დახმარება კარგია, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ ნორმალური სახელმწიფოს კანონიურ უზენაესობაზე და დემოკრატიაზე დაფუძნებული სახელმწიფოს აღშენებლობა იმ პირობებშიც კი, თუ საერთოდ ნულოვან დახმარებას მივიღებთ საზღვარ გარეთიდან. ასე უყურებ მე ამ საკითხს. მაშინ გვექნება ნორმალური სახელმწიფო. იდეალურ შემთხვევაში კითხვა არის როგორ, ხო? როგორ ერთ-ერთი თავარი მნიშვნელობა. არა, მე ვამბობ, ესე იგი იმპერატორ ბოდიში ფსიქოლოგიური და ანუ ესე იგი განწყობა და ვექტორი ესეთი უნდა გქონდეს. და მაშინ მართლა კარგად გავაკეთებთ და არა ისე რომ აი ახლა რა სიტყვის შეერთებული შტატები, რა სიტყვის ევროკავშირი რაღაცა და ესე იგი ჩვენ გასაკეთებელ და ჩვენ წარმატებას ამას უკავშირებთ თუ ხვალ დილით ტრამპი რას განაცხადებს ევროკავშირიდან რა სიტყვიან ეს არასწორი მიდგომა ჩვენ საქმეს უნდა იმპულსი საიდან წამოვა ეს არის ჩვენ უნდა ჩვენ საქმეს ვაკეთებდეთ და თუ წამოგვეწია რაღაცა დახმარება გარედან კარგია და მორჩა ახლა დამატებითი ესე იგი დამხმარე ფაქტორი მე ერთხელ გავავლე პარალელი უკრაინის რაღაც ეროვნულ იდენტობასთან ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით როგორც აი ამ ომმა ფაქტობრივად ხელახლა განაპირობა რომ უკრაინა როგორც ერი, როგორც ნაცია, როგორც ეროვნული სახელმწიფო ყალიბდება აი ამ ბრუტალური აგრესიის ფონზე, ხელახლა იბადება, ეს კაფიო იდენტობას იძენს. აი ესეთივე პროცესი არის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებრივი ჩამოყალიბების თვალსაზრისით, აი ამ წლებმა სხვადასხვა ძალისხმევის, ხო, ჩვენ ვხედავთ, რომ შექმნა საკმარისი ბაზა, ესე ვთქვათ, თუ საკმარისი უკვე რესურსი ჩვენ საზოგადოებაში, რომ ჩამოყალიბდეს როგორც აი თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს თავარი ფუნდამენტი, ანუ სამოქალაქო საზოგადოება და მოქალაქე იყოს პირველ რიგში თავარი სუბიექტი პოლიტიკის და მისი ინტერესები და ის იყოს თავარი იმპულსების მიცემი და არა ვთქვათ გარე ფაქტორები ან რაღაცა სხვა გავლენები, რაც ბუნებრივია იარსებებს და არსად არ წავა. და აი ზუსტად ამ ჭრილში მგონია რომ ეხა ისეთ დაპირისპირებას უყურებთ რომ მეორე მხარეს ამას უპირისპირდება პოლიტიკური ჯგუფი რომელიც აი თავისი ვიწრო ელიტარული ინტერესების დასაკმაყოფილებლად ყველაფერზე მიდის და უპირისპირებს ბრუტალურ ძალას ანუ სახელმწიფოს დაბადებას რეალური თანამედროვე გაგებით ეწინააღმდება კონკრეტული ადამიანების ჯგუფი და თავარი დატაკება რეალურად ეხლა რომ უტრირებ ცოტა მაგრამ ასე არის ხდება ამ ორ ჯგუფს შორის აი ვინ გაიმარჯვებს ეს გადაწყვეტა ამ ქვეყნის უახლესი განვითარების ვექტორს მრავალი წლის განმავლობაში სავარაუდოდ. ხო და ნუ დღეს თითქოს ეხლა ძალა და ყველაფერი ხელისუფლების მხარეს არის, ხო? ასე ჩანს. ხალხი ვისაა მე ხალხი არის ქუჩაში, ნუ მათ ჯერ ესე პრობლემა განსაკუთრებული არის. ძალა რა გამოწვთნეს ხო? რამდენიმე 1000 ესე იგი აბსოლუტურად გონებაში შეზღუდული ადამიანი ჩააწვეს ფორმა და მიუსეს საკუთარ მოქალაქეებს და ახალგაზრდობას. ასეთ ძალასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება სიმართლის ძალას და რაოდენობის ძალას, ის ცალსახად აქეთ ნათელ მხარეს არის, ეს გამოჩნდა კარგად. თუნდაც დღევანდელ მოვლენებში, ხო, საკმარისი რაოდენობაც კი ვერ შეკრიბეს, რომ ეს რაღაც ეს უმსგავსო ის ჩაეტარებინათ. რა დროის ნაძვისხის ღონისძიება ახლა? ანუ წარმოიდგინეთ თქვენ მთელი უახლესმა ისტორიამ საქართველოში ჩემ თვალწინ გაიარა ისიც მახსოვს თუ რა მოვლენები უძღოდა წინ სამხედრო გადატრიალებას 92 წელს ისიც მახსოვს რა მასშტაბის მოვლენები იყო ვარდების რევოლუციის დროს და ყველა ეს კრიზისი ნანახი მაქვს ამ მასშტაბის ამ სიმწვავის და ამ მნიშვნელობის პოლიტიკური კრიზისი და მოვლენები მასობრიობის თვალსაზრისით საქართველოში არ ყოფილა და ამ ფონზე როცა ესე ჩვენი ბედი წყდება და ასეთ ძიმე განწყობაშია მთელი საქართველოს მოსახლეობა აქ ესე იგი ნაძვისხე უნდა ანთონ ვითომც არაფერი არ ხდება ჯერ თავად ეს მიდგომა რა სასაცილო და ამაზრზენია ამაზე მაქვს მახსენდება უზბექსი მაისის დარბევის ძალიან ძიმე დარბევის მეორე დღეს აღლუმირო ჩაატარეს ანუ რა გიაღლუმება ხო იქ ის არის აი იმიტომ დაარბიეს რომ აღლუმი ჩაეტარებინათ ხო აი და იგივე არის თავისი არსით ესეთი მიდგომა აი გასაგები აღლუმი არ არის ანუ რაღაცა რიტუალს წეხან რიტუალიზებს ისევ რიტუალს უბრუნდები
იმის დემონსტრირებისთვის თუ რაღაცა საკუთარ თავის დაჯერებისთვის თითქოს არაფერი არ ხდება. სიამოვნოში ასე არ არის, ეს ყველაფერი მე ცინიკურ ელფერს იძენს. Toro, bolo წაიღე და სხვაგან გახსენე, არ ვიცი, თუ თავისუფლების მომენტზე რაღაც სხვაგან გახსენეს, ნაძვიხე თუ ესე ძალიან გინდა ქალაქის თავს, რომ მაინც ეს რა ქვია, ნაძვიხეს ხე დაიხსნა. იმ ადგილას სადაც კეთდებოდა იმის სადემონსტრაციოდ რომ არაფერი არ ხდება. არაფერი არ შეგვიძლია, მაგრამ სინამდვილეში მე რა გესმის სასაცილო როგორ არ ხდება ბოდიში და მთელი ქვეყანა, ესე იგი, ყირაზე დგას და ახლა შენ უნდა ანთო ნაძვის ხედა იქ რაღაცა კარნავალი მოაწყო, ამით ვის ატყუებ რომ არ ხდება საკუთარ თავს მოსახლეობას გარე სამყაროს თუ ნუ აი რა არის ეს ფაქტობრივად საზოგადოებაში ფენ არ არის დარჩენილი რომლის ხმაც არ მოგვისმენია ხო და ყველა გამოხატავს ღიად სხვადასხვა ხვალაც განსაკუთრებული მარში არის დაანონსებული ერთი ასე ვთქვათ კაცო ერთ ბარსელონას და რეალის ქართველი გულშემატკივრები ეს ხო სასწაული მოხდა სასწაულ რაღაცებს უყურებს თავარი ნიუსი იქნება რომ ქართულ ბარსას და რეალის ქართველი ფანები ერთად გეგმავენ მარშს ხო ძალიან სხვა ბევრი მარშია კიდე დაგეგმილი სხვა პროფესიის ახლა ჩამონათვალე ნახე სადღაც შემხვდა თუ ისე გადავეყარე წავიკითხავ აუცილებლად ხო აი აგერ არის მაგალითად 14 საათზე რესტავრატორ კონსერვატორები და ხელოვნებაცოდნეები საქართველოსთვის 11 საათზე ქართველი ფანების სრულობა ეს რაც თქვენ თქვით ასევე 16 საათზე ხელოვანების მარში 17 საათზე დამკვირვებლების მარში ეს არის ვინც არჩევნებს აკვირდებოდა ის ადამიანები 18 საათზე მარში ISML-ების ევროპისკენ 18 საათზე რასადროდის და წიგნების თაროს მოთამაშეებისა და ხარდამჭერების ერთობლივი საპროტესტო მარში და 8 ნახევარზე ვეტერინარებისა და ცხოველმოყვარულების მარში ხო მაგრამ ნუ ამაზე ხელისუფლებას აქვს პასუხი რომ ხალხს ვეკრიბავენო და ეხლა რაღაცა პროფესიების მიხედვით გადავიდნენო მარშირება თუმცა საღამოს ბევრი ხალხი იკრიბება ჯერ კიდევ ხო გარეთ დასვენების დღეები ხო აქ შეიძლება დასვენების დღეებში რობოკოპების მარშიც ვიხილავთ ისე მიდის როცა ფესტივალში არ არის აქციაზე გამოვიდოს ხო სხვაც შორის ამ რობოკოპებთან დაკავშირებით ამ თემასთან თუ მარტივი კითხვა მიჩნდება და მიკვირს რომ არავინ არ სვამს ამას ხო ესე იგი ორი კვირა თავპირისპირ დალეწე ცხვირპირი დაულეწეს ესე იგი მთელ ჩვენს ახალგაზრდობას და ძალადობრივი მოქმედებები და საშინელება ხდება ქუჩაში ამას თვითონაც აღიარებენ და ასე შემდეგ და ანუ დემოკრატიული კი არა ნებისმიერ სახელმწიფოს ვინც უწოდებს საკუთარ თავს ვალდებულია ასეთ პირობებში ჩვენ არ თვლით ხო მაგრამ თვითონ ხო თვლის საკუთარ თავს შინაგან საქმეთა მინისტრად არა ერთი ბრიფინგი არ გაუკეთებია გომელაურს აი რას გავს ეს გამოგებინეთ ხო ერთხელ მადლობა გადაუხადა არა ხო უნდა გამოვიდეს ამ მოვლენების ის კი არა ესე იგი დღეში ორჯერ ყოველდღიურ რეჟიმში ანგარიშს უნდა აბარებდეს საზოგადოებას რა ხდება და როგორ რას მოიმოქმედებს როგორ გამოძიება მიდის როგორ რა დონეზეა გამოძიება ერთი პოლიციელი ვერ აღმოაჩინა ესე იგი მასდამი დაქვემდებარებული სტრუქტურები ესე იგი უმოწყალოდ სცემენ საქართველოს მოსახლეობას ერთი ამბავია ესე იგი ატეხილი ქუჩებში და ყველა გამოდის ესე იგი მინისტრად წოდებული კაცი ვალდებულად არ თვლის თავს, რომ საზოგადოებას ანგარიში ჩააბაროს იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება, კაცო. დღეში ორჯერ უნდა მართავდეს ბრიფინგს ეგ წესი. ორი კვირაზე მეტი გავიდა, რაც ეს ამბები ხდება. ერთხელ ბრიფინგი კი არა, საერთოდ მისი ცოცხალი გამოსახულება არ გვინახია ეკრანზე. რას გავს ეს მითხარით? გამოხატავს ყველაფერი სახელმწიფო ინსტიტუტების რეალურ მდგომარეობას და სამწუხაროდ აი იმ კანონის რაც დაჩქარებულად მიიღეს თუ ეს შერჩათ ეს გაგრძელდა ნუ ისეთი ინსტრუმენტი მიიღეს რომ რომელ კანონი საჯარო სამსახურის საჯარო 20 წლით უკან რომ დაინახეს რომ საჯარო მოხელებას ხა მოიღიეს ეგრევე თვითონ საჯარო სამსახურის გაუწელეს დღეს სანამ ისა განცხადება რომლებიც ასე ვთქვათ პირველი ერთ-ერთი თავმოსაწონებელი რეფორმა იყო საჯარო სამსახურის ბიუროს შექმნა და აბა საჯარო მოხელეს სტატუსი და პროფესიული განვითარება და გარანტიები დაცვის და ისა და მოანგრიეს ეს ყველაფერი რასაც რა ვიცი
თავს იწონებდნენ ამ რეფორმებს არაერთი მათი ჩინოვნიკები, რომ აი არა, ნუ ასეთი პარლამენტით რასაც უნდათ იმას მიიღებენ, ხო? ანუ სახელმწიფო ინსტიტუტები ზარალდება რა 20 და 15 და 30 წელი შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში უკან წავიდეთ აი ესეთი მიდგომით და არის გავაკეთებთ ამ პირობებში, იმიტომ რომ ხო არა, ყველაფერზე ეხლა ხელისუფლება პრინციპში გვეუბნება, რომ ყველაფერზე წავალ, თქვენს თემაზეც წავალ, ასეთ კანონების მიღებაზეც წავალ, თქვა ვისაც მომიდება გაღებ პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ კარგიაო, გაიწმინდება საჯარო სექტორი. ანუ საჯარო სექტორში პრემიერ-მინისტრი გვეუბნება, რომ უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ისე აზროვნებენ, როგორც ჩვენ. რადგან ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და იმ საჯარო სექტორში ხალხს ჩვენ ვუხდით ხელფასს, მოსახლეობა და ჩვენ გასაკვირი გადახდილი გადასახადებით ივსება ბიუჯეტი, ეს ვითომ არაფერი. და ანუ ეს ხალხი ამდაბენ წავიდნენ ავტორიტარიზმის. ეს ხალხი დიდი ხანია დადგა და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დანაშაულის გზაზე. და დამნაშავე რა, დამნაშავე არის ანტისოციალური ელემენტი. ესე იგი დამნაშავე თავის ფსიქიკით გამოდის საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ თავისი ვიწრო ინტერესების სასარგებლოდ. აი, შესაბამის საქციელთან გვაქვს საქმე. მათ ეხლა ბოდიში და ჩანს ნათლად ფეხებზე კიდიათ სახელმწიფო. ფიქრობენ იმაზე, რომ რომელნაირად შეინარჩუნონ ხელისუფლება, ძალაუფლება იმისთვის, რომ განაგრძონ პირველი თავიანთი თბილი და კარგად ბოდიში ამ სიტყვაზე დამუღამებული კორუფციული მოღვაწეობა და მეორე შიშიც აქვთ, რა თქმა უნდა, დიდი, რომ რამენაირად გარდაუვალი პასუხისმგებლობა აერიდონ თავიდან. მაგრამ ეს არ გამოვა. რატო ხარ თანაშემწეობა? არ გამოვა, იმიტომ რომ ასეთი არანორმალური და საერთოდ ასეთ ღრმა კონფლიქტში საკუთარ მოსახლეობასთან შესული ხელისუფლება დიდხანს ვერ გაძლევს. რა მექანიზმით და როგორ მოხდება მათი ჩამოშლა, მე ვერ გეტყვით, ახლა ასეთ турბულენტურ სიტუაციაში ამისი დეტალური პროგნოზირება ძნელია, მაგრამ მარტივია რა, ხო, ახლა როდესაც თქვათ, აი თიხის კოკაში თქვენ წნევას გაზდით ან ნებისმიერ ჭურჭელში, რაღაცა წნევის ზევით ის აუცილებლად დასკდება და დაიმტვრევა. ვერავინ ვერ გეტყვით ეს ბზარები რა ტრაექტორიით მოხდება, მაგრამ ის რომ გასკდება, ეს ფაქტია. შეცდომის ალბათობაც ასეთი კრიზისების და განგზობითი კრიზისების დროს მithumetes, ოდესაც ძალადობის მექანიზმია ჩართული, იქ ერთი ფატალური შეცდომის ან რაღაცის ალბათობაც იზრდება. ამიტომ აქ თან გამარჯვებული ბუნებრივია, ვერ გამოვა ვერც ერთი მხარე, სახელმწიფო და ქვეყანა ზარალდება პირველ რიგში ამ ყველაფრისგან ასე. არა, მე მარკერები ხო არსებობს რა. ანუ ახლა დააკვირდით, ახლა იმისთანა დედა ბოძები, ასე ვთქვათ, ხოცური მენტალობის და იდეოლოგიის აღარ მინდა ახლა გვარების თქმა ყველამ ვიცით, რომლებიც აი ბურჯებად იდგენ ბოლომდე. აი მაგალითად დიტო სამხარაძე არის ერთ-ერთი, რომელსაც დაწერა დღეს იმ ხელისუფლებამ გადაგარჩინათ, რომელიც გადადგომას ითხოვდა ბედი თქვენი, რომ სხვა ხელისუფლება არ არის. დღეს საზარბაზნე ხორცებად მიგატოვეს თქვენმა ლიდერებმა. აი ხალხი მასთან დიტო სამხარაძე გავაკეთეთ ნახეს მიტინგზე. ახლა ბოლო უკვე ტრიბუნაზე აღარ ვაკეთებ კომენტარს და ახლა სამხარაძე. არა, უბრალოდ შემოგაშველე. მე ვამბობ ისეთები, რომლებიც აი უძრავ, ანუ გაუნძრეველი მეებად ითვლებოდნენ. ცნობად სახეებზე მაქვს ლაპარაკი, კულტურის მოღვაწეებს და ასე შემდეგ. ისინი უკვე პრაქტიკულად, ესე იგი, შეიძლება ითქვას პოლიტიკურად თუ არა საზოგადოებრივად ოპოზიციაში გადავიდნენ და გამოვიდნენ რაც. ოჯახის წევრებს ახლობას ნათესავი შეეხოთ უკვე და როდესაც ხო, როდესაც სამწუხაროდ ამ მომენტამდე ესეთი გამოკვეთილი და მკვეთრად განწყობილი ადამიანები უკვე გადავიდნენ აბსოლუტურად საწინააღმდეგო ოპოზიციაზე, მარტივად შეგვიძლია ექსტრაპოლირება გავაკეთოთ და მივხვდეთ იმას თუ რა განწყობებია ზოგადად მოსახლეობაში და საზოგადოებაში. ანუ ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხარდაჭერის სოციალური ბაზა დასულია აბსოლუტურ მინიმუმამდე. ხო, იმის იმედად არიან დარჩენილები, რომ ახლა ეკონომიკა პრაქტიკულად დააქცეს და დაქცევისკენ მიდიან, მაგრამ როგორც ჩანს, იმისი ფული ყოველთვის ეყოფათ, რომ 5-7 რობოკოპი და ასე იგი დამსჯელო რაზმი საკმარისი ხელფასები აძლევენ, რომ რამენერად აი ესე აკავონ მოსახლეობა, ხო, მაგრამ ეგ არ გამოვა. ვერ გაძლევს, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაძლევს ასეთ პირობებში. და ამიტომ მე ვფიქრობ, დროა რომ მათ ისინი გონს მოეგონ და სხვათა შორის მათ ამისკენ საქართველოს პატრიარქმაც მოუწოდა, რომ დროა დიალოგის დაწყების.
ეხლა არავის არ უნდა რომ ეს ყველაფერი რაღაცა აფეთქების და ისეთი ჩამოშლის გზით მოხდეს, რომ მე სახელმწიფოს ნამსხვრევები ვეღარ ავკრიფოთ, ხო? გამოსავალი აქედან არის, რომ აღიაროს, ესე იგი, ამ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, რომ დიალოგის და რაღაც კომპრომისის ალტერნატივა არ აქვს და რაღაც შეთანხმება მოხდეს. ეხლა ვიცით ხო, რომ საქართველოს ეკლესია დიდხანს იკავებდა თავს ასეთი განცხადებები. იქიდან, რადგან პატრიარქიდანაც კი ასეთი მოწოდება გამოვიდა, ხო, იქნებ ამან მაინც, ესე იგი, დაანახოს ის, რომ აი უკვე, ესე იგი, სხვა გზა არ არის. და კატასტროფის და აფეთქების გზით რო არ მოხდეს ამ სიტუაციის ჭალებში განმუხტვა, ჯობია რაღაც, ესე იგი, რბილი გზით, დიალოგის გზით გავიდეთ იმ გამოსავალზე, რომელიც ერთადერთია ამ სიტუაციაში. გაკეთდეს არჩევნები, შეთანხმდეს პირობები იმისი თუ რა კანონმდებლობით და რა ესე იგი პირობებში ჩატარდეს, რომ ეჭვს აღარ იწევდეს მისი შედეგის სამართლიანობა და გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა რეალურად თუ რა უნდა თავისთვის, ხო? აი ეს არის თავარი. კი ბატონო, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენი სტუმრები იყვნენ გიორგი ანთაძე, GeoCases მკვლევარი და ნიკოლოზ ვაშაკიძე, ევროპული დემოკრატების პოლიტიკურ თავმჯდომარე. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ნახავთ ნოვი